Беспокойность вызывает სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დასავლელ მოთამაშეთა ცნობილი დაჯგუფების დაუფარავი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. მე მათ ვერ ვუწოდებ სახელმწიფოებს, ისინი მოთამაშეები არიან. ევროკავშირისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე საქართველოში მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირ მოუწოდებდნენ კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ. 4 ოქტომბრის საღამოს იყო მცდელობა მიეტანა შტურმი თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაზე. გამოყენებული იყო ყველა ის ძველი და კარგად ცნობილი მეთოდები, რომლებიც აქტიურად მუშავდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. პროტესტის მონაწილეები ძალადობდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ისე თითქოს ისინი იყვნენ სხვა ქვეყნის სამართალდამცავთა სტრუქტურების წარმომადგენლები და არა თანამემამულეები. საბოლოოდ ამ ჩავარდნილი პროვოკაციის მიზანიც არის კარგად ცნობილი. საქართველოში რეალიზდეს ბაიდნის სცენარი. დასვან მარიონეტული ხელისუფლება, რესპუბლიკის სრულად დაქვემდებარება, დასავლეთის ნება სურვილებთან და საქართველოს გამტკიცება ანტირუსულ პოზიციებზე. ყველაფერი არის იმისთვის, რომ საქართველო გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ავანტიურაში და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე დესტაბილიზაციის მოწყობაში. ქართველი ერის ინტერესები იგნორირებულია მათ მიერ, ვინც დგას ამ ფერადი რევოლუციების, მაინისა თუ გადატრიალების მცდელობების მიღმა. ვადასტურებთ, რომ ჩვენ მივისწრაფით სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასთან მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებისთვის. для дестабилизации обстановки на южных рубежах.